თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ იმ ახალი რეგულაციით, რომელიც მედიისთვისაც სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, ოფიციალური დოკუმენტი, სადაც საუბარია ახალ რეგულაციებზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივი მოლაპარაკებებით გეგმავს კიდევ დამატებით სანქციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავტომობილებს მართავენ და რომლებიც სიჩქარეს გადააჭარბებენ. თუ აქამდე ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა გაამკაცრეს ჯარიმები, იმ შემთხვევაში თუ საავტომობილო გზაზე სიჩქარეს გადააჭარბებდა მძღოლი, მას სათვალთვალო კამერა ფიქსირდებდა და მას ფულად სანქციას დააკისრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ ეს რეგულაციები ამოქმედება, ფულად სანქციასთან ერთად მძღოლს მართვის მოწყობაზე ქულა დააკლდება. ეს არის ახალი რეგულაცია, რომელიც ამ დოკუმენტში წერია. ეს რეგულაციები ძირითად შემთხვევაში ქართული ოცნების მტკიცებით მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები. პრინციპში ამას ამტკიცებს ქართული ოცნება ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ ოფიციალურ სტატისტიკებს, სადაც გაზრდილი ჯარიმებისა და სანქციების მიუხედავად ვითარება მაინც არ იცვლება. ყოველდღიურად ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება და სამწუხაროდ ეს შემთხვევები ძირითად შემთხვევაში ფატალურად სრულდება. დღეს ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები მართავენ ავტომობილებს. 6 თვის განმავლობაში ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა 22,000 მძღოლი გააჩერეს, რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდნენ ავტომობილს. დღეს ძალოვანი უწყების თანამშრომელმა ფაქტობრივად დაადასტურა ისიც, რომ კონტროლი, რომელსაც პოლიციელები ახორციელებდნენ მძღოლების მიმართებაში არის არაეფექტური და შესაბამისად ამ არაეფექტურობის გამო გახდა დამატებითი სანქციების მიღება საჭირო. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სხვა უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით არაერთი ღონისძიება იქნა გატარებული. ეტაპობრივად გამგაცრდა სანქციები ნასვამი მძღოლების მიმართ. იმდინარე წლის 1 იანვრიდან დღეის მდგომარეობით 22,000 ნასვამ მძღოლზე მეტია გამოვლენილი, რომლის მიმართაც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. არაფრიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების გამოსავლენად და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ინტენსიურ რეჟიმში ყოველდღიურად ხორციელდება საპოლიციო ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მოგეხსენებათ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა მნიშვნელოვნად ზრდის რისკს ავტოსაგზაო შემთხვევების და ასევე ხშირია ფატალური შედეგებიც. ფაქტია, რომ ახალი რეგულაციები, რომელზეც ახლა ძალოვანი უწყების თანამშრომლები სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადაც, რომ შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები, თუმცა პრაქტიკაში ეს ნამდვილად გამოიღებს თუ არა შედეგს ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტები ამბობენ იმას, რომ ეს რეგულაციები, რომლებზეც ახლა შესაბამისი უწყებები საუბრობენ, შედეგს ვერ გამოიღებს და მხოლოდ და მხოლოდ ერთ ამბავზე არის მიმართული. ისინი ამბობენ, რომ ძირითად შემთხვევაში ეს იქნება ბიუჯეტის გამდიდრებისთვის შევსებული ფული. განვითარებულ ქვეყნებში ჯარიმებია და ცდილობენ, რომ სოციალური სხვადასხვა სოციალური პროგრამებით, სამოქალაქო პროგრამებით ნებისმიერი მოქალაქემდე დაიყვანონ ის პასუხისგებლობა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ვინც საჭესთან ზის, ის პასუხისგებელია თავის სიცოცხლეზე, ვინც მგზავრები ყავს იმის სიცოცხლეზე და კიდევ ფეხით მოსიარულის სიცოცხლეზეა პასუხისგებელი. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ დამატებითი მექანიზმის შემოტანა იმიტომ დაშირდათ, რომ მხოლოდ ჯარიმებით ესეთ მიდგომა, როდესაც საზოგადოება შენ გვერდით არ არის და შენი მოკავშირე არ არის და ნებისმიერ დროს ნებისმიერ მძღოლი ეცდება დაარღვიოს ამ შემთხვევაში ის კანონი, რაც ხაღალზე წერია, მაგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ. საზოგადოებამ თუ ვერ აღიქვა და საზოგადოება არ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება კანონ პროექტის ავტორი. შეკრება არ გვექნება, ის აზრი არ გვექნება, ის პასუხისგებლობა, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლეს ეხება, ასეთი რაღაც რეგულაციებით და რაღაც დამატებით მოწყობილობების თუ დივაისების შემოტანით შედეგს ვერ მივიღებთ. ფაქტია, რომ რეგულაციების გამკაცრება ნამდვილად არის ახლა მნიშვნელოვანი, რადგან ის მექანიზმები, რა მექანიზმებსაც ქართული ოცნება წლების განმავლობაში გეგმავს, ნამდვილად არ მუშაობს, რადგან გამკაცრებული ჯარიმებისა და სანქციების მიუხედავად მძღოლები მუდმივად არღვევენ წესებს, რომელიც არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით. კიდე რა დამატებითი რეგულაციების ამოქმედებას აპირებს ქართული ოცნება, უკვე ჩვენს რეპორტაჟში ზუსტად 8 საათზე ცენტრალურ გამოშვებაში ნახავთ.